სიმსუქნე არის ჯანმრთელობის მე მგონი ნომერ პირველი პრობლემა დღეს მთელს მსოფლიოში. ჭამა ტოპ 3-ში შედის სიამოვნების მიღების წყაროების რა. არასწორი რაოდენობის ჭამა, არასწორი პროდუქტების ჭამა. სტრესის დონემაც ხო იმატა. 10-დან 9 ადამიანი, როცა სტრესის ქვეშა ჭამა უნდება უფრო. ვერაფრით ვერ ვიკლებ. არსებობს ეგეთი რამე? შეიძლება ნაკნები ჭამა, მაგრამ ვერ დაიკლო. ანუ ეგ ნიშნავს, რომ კნებისთვის რაც საჭირო იყო, იმ ნაკნებამდე ვერ მიხვედია. სად არის ზღვარი, რომ ეს ნაკლები არ იყოს ჯანმრთელობისთვის საზიანო, იმიტომ რომ ზოგჯერ შიმშილობენ. თავარი მიზანია, რომ ნაკნები დისკომფორტით მოხდე, თითქოს ვერც შეამჩნიოს, რომ რაიმე შეცვალა. ისე რა არის შენი აზრით ყველაზე დიდი ტყუილი, რაც ფიტნეს ინდუსტრიამ შემოაპარა? თუ აქტიურად ივაჭა, რაც უნდა ჭაჭამოს, მაინც შედეგი ექნება რა და არ არის ეგ. ჯანსაღი კვება. რა არის დისციპლინა თუ საკუთარი თავის სიყვარული უფრო? მიყვარს ჩემი. შაქრის გადაგდება უფრო რთულია. როგორ უდგები შენ ადამიანის წონის პრობლემას? შევხედოთ, აბა რამდენს უჭამთ, როგორ ალკოჰოლის ამოღება იდეალური ვარიანტია. მოთმინება, დისციპლინა და შენი თავის სიყვარული. მე მგონი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე გასრაძის პოდკასტზე. დღევანდელ ეპიზოდს წარმოგიდგენთ სადაზღვეო კომპანია იმედიელი. ძალიან მიხარია, რომ სწორედ ჩემს სადაზღვეო კომპანიასთან დავიწყეთ თანამშრომლობა, რადგან ბოლო რამდენიმე წელია სწორედ იმედიელს ვანდობ ჩემი ჯანმრთელობის დაზღვევას. უკვე 31 წელია, რაც იმედიელი მომხმარებლებს თავაზობს დაზღვევის ფართო ასორტიმენტს. 250,000-ზე მეტ დაზღვეულს ემსახურება კომპანია, რაც მას ნიშნავს, რომ წლიდან წლამდე მათი ნდობა იზრდება. სულ ახლახანს კი იმედიელმა მომხმარებელს შესთავაზა არასამედიცინო დაზღვევის ფართო არჩევანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯანმრთელობის დაზღვევასთან ერთად თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც ქონების, ისე ავტო და დაზღვევის სხვა პროდუქტებით, როგორც კორპორაციული, ასევე ინდივიდუალური მიმართულებით. უფრო მეტ ინფორმაციას თქვენ გაიცნობით იმედიელის ვებგვერდზე imediel.g. რა თქმა უნდა, ჩაწერები მიმდინარეობს პოდკასტ არეაში და რაც შეეხება დღევანდელ თემას და ჩემს სტუმარს, ჯანმრთელობისგან ძალიან შორს არ მივდივართ და ცხოვრების ჯანსაღი წესისგან. დიდი ხანია მინდოდა ამ თემაზე პოდკასტის გაკეთება და მე მგონი დრო არის, რომ დავთმოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, კვებას და სხვა მნიშვნელოვან ჩვევებს, რაც უნდა გავითვალისწინოთ თუ გვინდა ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ჩემი სტუმარია სერტიფიცირებული ნუტრიციოლოგი სანდრო გოგოხია. სანდრო, მადლობა, რომ დღეს ჩემი სტუმარი ხარ. მოგესალმებით, არაფრის. სანამ პირველ კითხვას დავსვამ, მინდა გთხოვოთ ტრადიციულად, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი. შეიძლება თქვენ ხართ ჩვენი პოდკასტების მაყურებელი, მაგრამ არ შეგიმჩნევიათ, რომ არ ხართ გამომწერი, ასე რომ ვიდეოს ქვემოთ გამოწერის ხილაკს დააწყაბეთ და რაც მთავარია, დაგვიტოვეთ თქვენი კომენტარები, თქვენი შთაბეჭდილებები იმ თემათან დაკავშირებით, რაზეც დღეს ვისაუბრებთ, თუ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, ასევე გაგვიზიარეთ და მოიწონეთ ეს ვიდეო. სანდრო, მოდი პირდაპირ ყოველგვარი შესაბამის გარეშე დავიწყებ ამ კითხვით. სიმსუქნე არის ჯანმრთელობის მე მგონი ნომერ პირველი პრობლემა დღეს მთელს მსოფლიოში. შენი აზრით, რამ განაპირობა ეს? კი, ნამდვილად სიმსუქნე ზედმეტი წონა, ჭარბი წონა ჯანმრთელობაზე პირდაპირ აისახება თან ასაკს გააჩნია, მაგრამ რაც უფრო დიდი ასაკი, მით უმეტეს უფრო და უფრო მოქმედებს რა. ნუ ესე ზუსტად კონკრეტული ერთი მიზეზის თქმა რთულია, მაგრამ მაინც ზოგადად რო ვთქვათ, არასწორი ცხოვრების სტილი რა. და ნუ რაღაც თქმა არა სწორი ცხოვრების სტილში გულისხმება, ნუ უფრო დიდწილად კვების ამბავი რა, არასწორი კვების ამბავი რა. არასწორი რაოდენობის ჭამა, არასწორი პროდუქტების ჭამა, თანამედროვე გამოწვევები, რაც არის გაჯეტებთან ერთად ადამიანს აღარ უწევს იმდენი სიარული და მოძრაობა ზოგადად, როგორც ადრე, ხო? ესე იგი, კვება არის არეული, არასწორად დაგეგმილი, გაჯეტების გამო არ მოძრაობთ და ასევე სტრესის დონემაც ხო იმატა თანამედროვეობაში. ფიზიკური აქტივობაც რო შემცირდა, იგიც რა თქმა უნდა ზემოქმედებს და საკმაოდ დიდი წინი აქვს მაგას, კვება მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია, სულ რო არ გამოძრავდე და ერთ ადგილას იყო თუ კვებას აქცევ
ყურადღებას ეს ზედმეტი წონა არ დაგროვდება ფიზიკურად, მაგრამ რაც ხო რა, რაც დრო გადის ადამიანი, ჩვეულებრივი ადამიანი უფრო და უფრო ნაკლებად არის ფიზიკურად აქტიური რა. აღარ უწევს ხო რა, აღარ უწევს მე იმდენი ფიზიკური დატვირთვა რაც ადრე რა. შესაბამისად, ეგეც ძალიან იცი. და სტრესის დონე რომ მატულობს, მაგალითად ადრე თუ იყო რომ თქვა ადამიანები ეს არ მუშაობდნენ 24/7-ზე 9-დან 6-მდე, იყო უფრო რაღაც ესეთი დროც უფრო ნელა გადიოდაო, როგორც ამბობენ და ახლა ყველაფერი დაჩქარებულია. ინფორმაციას ნაკლებად ხო, ეს ყველაფერი იცვლება. სტრესიც, სტრესი ერთ-ერთი ყველაზე დიდი განმაპირობებელი მიზეზია, რომ ადამიანი ბევრს ჭამს. უმეტესობა, 10-დან 9 ადამიანი, როცა სტრესის ქვეშა, ჭამა უნდება უფრო რა. თითქოს რაღაცა იმ სტრესს გადაფარვას ცდილობს, სტრესისგან მიღებული ცუდი შეგრძნებებით საკვებისგან სიამოვნების მიღება, ეგრე უნდა რომ შეებრძოლოს რა. და ეგ ცალკე პრობლემა იწვევს დიდი ალბათობით საერთოდ არ შეათხოვნ მაგ დროს, მაგრამ ეს ცუდი შეგრძნება მოდის ასიამოვნეთი გადავფარო და ჭამენ უაზროდ და როგორც თქვი, ეს ჭამენ უაზროდ, გამოდის რომ მის ორგანიზმს რა ჭირდება ადამიანს, ბევრად მეც იღებს და ეს ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე, ერთი თვე წნები როგორ ადის წონა და აქაც ჩვენთანაც ხოთა შორის ადრე იმდენად არ, მაგრამ ბოლო რამოდენიმე წელია რომ სიმსუქნის ამბავი სამწუხაროდ ისდება. ცოტა ხნის წინ ნახე რაღაც დოკუმენტური ფილმი ბრიტანეთში ჭარბწონიანობა არის ნომერ პირველი გამომწვევი სიკვდილიანობის. და შეგიძლია აუხსნა მაყურებელს, ვიღაცა შეიძლება ვერ წარმოუდგენია, რა მოხდა მე ჭარბწონიანობა სიკვდილს რანაირად იწვევს, ხო პირდაპირ, მაგრამ რა კავშირში? ყველაზე მარტივად და გასაგებად რო ვთქვათ რა, რაც არ უნდა დაავადება, ნებისმიერ დაავადება, რაც კი რამ შეიძლება იყოს, რო წარმოიდგინოთ, ვთქვათ, მაგ დაავადებამ რაზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანს, თუ ადამიან რაღაც ზედმეტი წონა აქვს, ჭარბი წონა, ბევრად უფრო დამაზიანებელი იქნება და ბევრად უფრო დიდი რისკი იქნება, რომ მაგ დაავადებამ ცუდი ზეგავლენა მოახდინოს და ესე მარტივად უცებ რაღაცა მოკლა ეს დროის ამბავში დაგროვდეს და სიკვდილამდეც. იმიტომ რომ როდესაც წონა ჭარბია, მე თვითონ ამ დაავადების მართვაც ძნელდება, ხო? და ორგანიზმში გააჩნია მაინც ზედმეტი წონა რამდენია, მაგ შემთხვევაში სავარაუდოდ საკმაოდ ხო, დიდი უკვე რო მაგ დროს ადამიანის ორგანიზმის ოპტიმალურად ჩვეულებრივად მუშაობას უკვე ვერ მუშაობს რა, უკვე ათმაგით დატვირთვით მუშაობს და ისედაც რომ ჩვეულებრივად შეენარჩუნოს სიცოცხლე და პლუს რაღაც დაავადება რო შემოდის, მაგ დაავადებასთან ბრძოლა არც უჭირს ძალიან. ხო, მაგრამ ისე საინტერესო რამე თქვა, რა არის ზედმეტი წონა, ხო? მე ვგულისხმობ, მართლა ისეთი ჭარბი წონა, რომელიც უკვე პრობლემებს ქმნის ჯანმრთელობის, თუმცა არიან ადამიანები, ვინც მაგალითად რაღაცა 3 კილოს ეკუთვნის. 5 კილოგრამს, არ მესმის. ეგ სხვაზე ხო არეგონოს მაყურებელს რა რაღაცა 55 და 58-ზე ავიდა და ვაიმე ხა მოკვდა რაღაც დამემართება და არა. ჩვენ ვიძახით obesity რაც ჭარბი წონა ძალიან უკვე რო არის ადამიანები რომ ფიზიკურად გადაადგინებაც შეიძლება ვერ ხდება თვითონ, მაგრამ უჭირს ორგანიზმს უკვე იმდენად ცანისხმევა საჭირო რომ ვეღარც მოძრაობენ უკვე და მაგ დროს. და მაინც თუ ვისაუბრებთ იმ წონის დაკლებაზე, რომელიც უნდა ადამიანს. შეიძლება ეს იყოს თქვათ 3 არა და 5 არა, მაგრამ 10 კილოგრამი, მინიმუმ 10 კილოგრამის დაკლება უნდა და მე ხშირად მსმენია, იცი რა, ვერაფრით ვერ ვიკლებ. არსებობს ეგეთი რამე, რომ ნაკლები ჭამო და ვერ დაიკლო. ნაკლები ჭამო, თქვათ იმასთან შედარებით, რასაც ჭამდი, შეიძლება ნაკლები ჭამო, მაგრამ ვერ დაიკლო. ეგ ნიშნავს, რომ კნებისთვის რაც საჭირო იყო, იმ ნაკლებამდე ვერ მიხვედი. შენი ორგანიზმისთვის, რასაც ჭამდი, იმასთან შედარებით ნაკლებს კი ჭამ, მაგრამ კნება რომ მოხდეს, მთლად იმდენ ნაკლებზე ვერ ჩახვედი რა. მაგ დროს, ბევრი არასწორი გზა არსებობს, მაგრამ კიდე უნდა შეამცირო, დეფიციტი უნდა მოხდე ორგანიზმს, ნაკლებობა უნდა შეექმნას ენერგიის, რომ ზედმეტი
დაგროვილი ენერგია, რაც აი ცხიმის სახით მთელ ორგანიზმში, მაგის გამოყენებაზე გადავიდეს. და სად არის ზღვარი, რომ ეს ნაკლები არ იყოს ჯანმრთელობისთვის საზიანო, იმიტომ რომ ზოგჯერ შიმშილობენ. ხო, ზოგჯერ კი არა, ბევრი აი იმიტომ თქვი რა, აი მაქსიმალურად სწორი გზით უნდა მოხდეს აი ნაკლებობის შექმნა. თორე უმეტესობა აი ხო რასაც ჭამდა, ნაკლები კი არა, მინიმუმ ნახევარი თუ არა, ზოგი 70%-საც აკნებს და აი ფიზიკურად ფაქტობრივად შიმშილზე გადადიან. თუმცა იგი იმდენად სახიფათო ნაკლებად არის იმ კუთხით, რომ მასე დიდხანს ვერ ძნებენ რა. აი ამდენ ნაკლებობას, ამდენ დეფიციტში ხარ, ისე რომ ქშია, მით უმეტეს ეხა აღნიშნე სტრესიც, ეგეც რო ემატება, ფიზიკურად ვეღარ უძნებს და ისევ ჭამაზე გადადის. მაგრამ ნუ მინუსი მაგ შემთხვევით რომ ვერ იქნებს, რაც უნდა აი 10 კილოს დაკნება უნდა, მაგრამ ნუ ჯანმრთელობას კაი ეცადა თავიდან, რომ აი ძალიან შეამცირა. შეიძლება ეგრე რომ გაეგზავნებინა, ნუ საფრთხე შექმნოდა, მაგრამ ვერ გაუძლო მოამატა ჭამას და შენ პირად კონსულტაციებს ატარებ, ხო? კვების რეჟიმს ურჩევ თუ აი როგორ უდგები შენ ადამიანის წონის პრობლემას? აი რა ფაქტორები უნდა იყოს გათვალისწინებული და ეს ხო არის კომპლექსური მიდგომა. ჩემი წარმოდგენით ესეა და მოდი გითხარი აბა თელი რო იყოს. პირადად არ მუშაობ, მაგრამ ონლაინ ხდება ეს ყველაფერი, კითხვარი მაქვს და აი რაც კი მაქსიმალურად ინფორმაცია რაც მჭირდება ადამიანზე, ვცდილობ აი კითხვის სახით ავიღო ასე ვთქვათ. შემდეგ ხდება კვების გეგმის შედგენა, მაგრამ ეს არ არის განახნება ჭირდება აუცილებლად რა პერიოდულად. ნუ ჩემ შემთხვევაში ყოველ 10 დღეში ერთხელ შევადგენთ გეგმას და შემდეგ აი 10 დღის შედეგები, შეიძლება რაღაც პროდუქტი კი ძალიან უყვარდა, მაგრამ ნუ ამ ეტაპზე რაღაც ისე მოხდა, რომ აღარ უნდა სხვით აი პროდუქტების ჩანაცვლებას და ასევე ცნით ინფორმაციას როგორ რამდენად მაყოფენი ძალიან ხوارშიო და რამდენად ყოველყოფნი და ენერგია ხوارში უმცირ და რაღაც მუშაობაზე ხო არა აი საგან მოკლედ ყველაფერს და იმის მიხედვით ვანახნებთ ყოველ დღეში ერთხელ რომ მაქსიმალურად მთავარი მიზანია რომ აი წინა ეხლა რო აღნიშნა რომ რაც შეიძლება ნაკნები დისკომფორტით მოხდა თითქოს ვერც შეამჩნიოს რომ რაიმე შეცვალა ოდნავ პატარა ცვლილებები და შედეგი რა ნახო. გრძელვადიან რეჟიმში უფრო უკეთეს შედეგებს მოიტანს. ეს არის ანუ მთავარი ბევრი გზა არის თქვათ რო აღნიშნეთ 10 კილოს დაკნება უამრავი გზა არსებობს 10 კილოს და დაკნების უბრალოდ ყველაზე სწორი გამოდის როგორც თქვი რა, ნაკნები დისკომფორტით ნიშნავს, რომ გრძენი დიდი პერიოდის განმავლობაში შეძნებს ამ გეგმას რომ მიყვეს. დიდი პერიოდის განმავლობაში შეძნებს ნიშნავს, რომ მიეჩვევა, ასე ვთქვათ, რომ მიეჩვევა და იმისთვის ჩვეულებრივ გახდება ესე კვება, მერე რომ მოდის შეკითხვა, ეს როგორ შევინა უკვე მიჩვევნე ხა პირიქით უნდა იცადო თავს ძალა დაატანო, რომ თითქოს გადაიჩიოსავით ისევზე, თორე ისე აი თუ მასე სწორი გზით მოხდა დაკნება ადამიანი მიეჩვია ამ გეგმას, უკვე ეს არის ცხოვრების წესი. ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ცხოვრები მისთვის, აი ცხოვრების წესი გახდა ეს. და შენ არ უწევ კონსულტირებას ვარჯიშთან დაკავშირებითაც, აი როგორ უნდა დაეხმაროს ვარჯიშით, იმიტომ რომ მარტო კვებით ხო ძნელია. ვიცი როგორ მე კონკრეტულად რა ივარჯიშოს როგორ ან დარბაზში ან რაიმე ფიზიკური აქტივობის სწორით როგორ გააკეთოს მაგის ახსნას არ, მაგრამ ისე თუ შემეკითხა ვთქვათ ვარჯიშიც ხო არ დავამატო და რას მირჩევდი აბა რა როგორ რა თქმა უნდა ვარჯიშით მარტო კვებაც მუშაობს, მაგრამ მთელი ეს პროცესი მინიმუმ 2-ჯერ თუ მეტჯერ არა უფრო მარტივია და უფრო ну ასე ვთქვათ სწორად მიმდინარეობს თუ თან ვარჯიშიც არის ფიზიკური აქტივობა შეიძლება ეს დარბაზი იყოს შეიძლება რაიმე ისეთი პილატესი ან ვიღაცა ტენის თამაშობდეს ან ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა თუნდაც ფეხით დადიოდეს სისტემატურად ძალიან ეხმარება ამ პროცესს. აი თქვათ ადამიანი რომელიც ძალიან დაკავებულია ან ძალიან ზარმაცია. რა არის ის ვარჯიში, რაც შეიძლება ასეთმა ადამიანმა გააკეთოს და იყოს შედეგი? როგორ აი ძალიან დაკავებული ადამიანი დინიდან საღამომდე მუშაობს, აი ფიზიკურად არა აგდრო მართლაც ცდილობს და აი მასეთ შემთხვევაში აი
მანქანიდან სამსახურამდე 5 წუთი ფეხით გავა, სახლში დაბრუნდა, ნიფტის ნაცვლად 5 კიბის ფეხით გავა, მაღაზიაშიც თუ უნდა გავა, ჩასვლა რომ ფეხით გაიაროს და აი პატარ-პატარა ფიზიკური აქტივობა რაც ისედაც დღის განმავლობაში უწევს რომ გააკეთოს, აი გააცნობიეროს და გააზრებულად ეცადოს რომ აი ფეხით გაიაროს, კიბეზე ავიდეს და ესეთი რაღაცა. აი ხშირად არის ეგრე, აი ცალკე ვარჯიშისთვის, რაღაც სპორტული აქტივობისთვის გამოვყო რაღაც 2 საათი არ მაქვს ეგ დრო და რა ვქნა, ეს ყოველდღიური ფიზიკური აქტივობები მარტივად შეიძლება რომ. ისე რა არის შენი აზრით ყველაზე დიდი ტყუილი, რაც ფიტნეს ინდუსტრიამ შემოაპარა? ტყვინი რა მხრივ წონის აი ხო რაღაცას რომ პირდებიან რომ შენ ეს აუცილებლად უნდა გააკეთო, მაგრამ რეალურად არ არის საჭირო მაგას აუცილებლად გაკეთება. ესე ყველაზე ისეთი ალბათ ჯერ კიდე რომელიც შემორჩა ადამიანის ცნობიერებაში რომ აი თუ ივარჯიშა და თუ აქტიურად ივარჯიშა, რაც არ უნდა ჭაჭამოს, მაინც შედეგი ექნება რა და არ არის ეგრე რა. ანუ რაც არ უნდა აი 2 საათი კი არა, დღეში 2-ჯერ 3 საათი რო ივარჯიშო, აი თავი დააკლა, რასაც ქვია და რასაც გინდა, როცა გინდა, რამდენსაც გინდა რო ჭამ, ძალიან დიდი შანსია რომ აი შენ რა შედეგსაც მოელოდები, შედეგი ვერ მიიღო რა. ეხლა კვებაზე რო გადავიდეთ, მე ყველაზე მეტად რას მაწუხებს იმით დავიწყებ. შენ თვითონ სტუმრობს სწრაფი კვების ობიექტებს. ძალიან იშვიათად. უარი გაქვს ნათქვამი. თუ არ გიყვარს. იცით როგორ ხო, აი ძალიან მინდება და ვცდილობ თავი შევიკავ და თავს ძალას ვატანო თავი შევიკავ, არა, დიდად არც მინდება ხო, მაგ მხრივ რაღაც ჩემ თავთან ბრძოლა არ მიწევს, რომ აი რაღაც მინდა ძალიან და ვიკა, არა. და ყოველთვის ესე იყო თუ ადრე გქონდა პერიოდი ცხოვრებაში, რომ ხშირად დადიოდი და შემდეგ არა, აი ხშირად არასდროს არ დავდიოდი და სავარაუდოდ ხშირად რომ მევლო, ეხა უფრო მომინდებოდა, მივეჩვეოდი ასე ვთქვათ და უფრო მომინდებოდა და უფრო მეტი ზარისხმა დამჭირდებოდა, რომ თუ ეხა რაღაც მოხდა ისე რომ ხო, აი რაღაც მომინდა ან მოხდა ისეთ სიტუაციაში, სადაც არა, ესე უარს არ ვამბობ, არასდროს, მაგრამ ნუ იშვიათად ხდება ეგრე რა. სხვათა შორის მე დავაკვირდი, რომ ამ სწრაფი კვების საკითხი ხალხში არის რაღაცა გრძნობა აქვთ. ანუ ეს ხო დამოკიდებულებას იწვევს, ყველამ ვიცით, რომ იქ არის შაქრის ჭარბი დოზა, რაც იწვევს დამოკიდებულებას და ეს ვლინდება ხალხის ჩვევებშიც, იმიტომ რომ მათ ჩვევა დააქვთ, რომ აი კი დროს დაზოგავენ, უცებ ეჩქარება, გადარბენაზეა, კი უცებ მიიღებს, მაგრამ უყვარდებათ ეს საჭმელი. ნუ არა, სწრაფი კვების ობიექტს გააჩნია, რომ ყველას არ ვიცი ისეთი, რომ ვინმე მჭამოს და ძალიან ცუდი იყო, რაღაც ცუდი იყო. ნუ იმდენი შაქარი, იმდენი ცხიმი აქვს და კიდევ ვინიც ის ღმერთმა რა არის შიგნით, რომ ძალიან ცოტა ადამიანი, რომ აი რაღაც ვერ იტანდეს ან ყველას მოწოს. ზოგი ნუ გიждდება ისე, რომ აი ეჩვევა და მე რა. ხო და აი რა იწვევს ამას და მოდი ეხლა ნათლად დაგვანახე, რატო არის ეს ერთი დიდი ტყუილი? ტყვინი რა რომ აი ეს არის ის რაც ჩვენ გაბედნიერებს. ეგ ჭამაზე ისეთია რა, ეგ როგორ თქვათ რა, მაინც და მაინც ისეთი ტყვინიც არა, რომ აი გააჩნია ადამიანს, ნუ რა თქმა უნდა ინდივიდუალურია, მაგრამ ზოგადად რო ავიღოთ ადამიანი, ანუ ჭამისგან მიღება, ან ჭამა ტოპ 3-ში შედის სიამოვნების მიღების წყაროების რა. უმეტესი და 90%-ზე მეტი შემიძლია თქვა, რომ აი ჩამოთვალე შენი სიამოვნების წყაროები ჭამა 3-ში ყველა ვარიანტია რა და აი ფასტ ფუდის ამბავიც ხო რა ერთია რომ რაღაც გემრიენია და სიამოვნებას ანიჭებს, მაგრამ აი როგორც თქვი ვინიც შიგნით რა არის, აი ედიქტიდ ხდებიან რა, აი ზოგს არის რომ აი მაკდონალდსის ავიღოთ კონკრეტულად, აი რა ბიგ მაკი აი სასწაულად რაღაც უყვარს, რომ აი ზოგჯერ აი სტრესი ან რაღაც ცოტა ისე არის მოწყენილად ან რაღაც აი გემოის ახსენდება თითქოს აი ორგანიზმში ქიმიური რეაქციები ისე მიდის, რომ აი რო არ ჭამოს, ნუ არ შეუძლია რა და ისეთია რა, ვერც იმას იზამ, რომ აი გინდა თუ არა რატო არის ჭამა რაღაცა სიამოვნების შენთვის წყარო, რაღაც სხვა სიამოვნების წყაროები გაიჩინე უფრო, ანუ უბრალოდ ნუ აი ესეთმა ადამიანმა უნდა ეცადოს, რომ ყოველდღიური სახე თუ მიეცა ამბავს, აი ძალიან რთული იქნება, ძალიან რომ აი შეინარჩუნო, წონა გააკონტროლო და ნუ ეს ფასტ ფუდი იქაც მიხვიდე და რაღაც
მარტო Big Mac-ს არა, იქ კარტოფილს მოყვება, Coca-Cola მეშერება, დესერტი რაღაც მოკნით, ანუ და რა ხდება ახლა ეს ჩამოთვალე, რა ხდება ორგანიზმში, როდესაც ეს ყველაფერი ჩადის? ერთია რომ აი ძალიან გემრიელია და ძალიან ბევრი კალორია გამოდის და აი უაზრო ძალიან ბევრი ენერგიის მიღება და მეორე რომ აი მარტივად რო გაიგოს მოხარ ცარიენი კალორიები ასე ვთქვათ აი შეიძლება იგივე კალორიის ნებისმიერ რაღაც არც თუ ისე ჯანსაღი მაგრამ პროდუქტები თქო და რა ვიღოთ არ ვიცი მაკარონი ან თუნდაც სახში შემწვარი კარტოფილი გეჭამა და რო შეადარო აი იმის მესამედი დროც არ ყოფნის ანუ ისე გშივდება ისევ ის გემო რაღაც აი გონებაშიც ისე რაღაც ორგანიზმი ისე იმახსოვრებს რომ აი სულ გინდა მეტი და მეტი ამიტომ აი ყოველდღიური სახე თუ მიეცა მე ძალიან რთულია თითქოს აი ისეთია რა რაღაც ხო რა გადაგდება უკვე წარმოუდგენელი ხდება რთული თუ ძალიან სისტემატურად დიდი ხანი მიყევი რა და ამ ბოლო დროს ისეა რომ მე რო პატარა ვიყავი მაგალითად ერთი McDonald's იყო მარტო ერთი და ნუ რომ გდომოდა წასვლა ნუ ჯერ იქ რამდენი რიგებ რა ეხლა მარტო McDonald's რამდენია არ ვიცი 30 ალბათ უმეტია რა ყველგან და პნიუს კიდე რამდენი შემოვიდა სხვა კონკურენტები ხო რა რამდენი ხარ შემოწმის ახენებს ყველგან რომც არ გინდოდეს ფაქტობრივად აი ხო რა გაიხედე აი საჭამო და გაიხედე გამოიხედები ყველგან ეს ფასტფუდის ამბავია რა ხო ეგ არის საინტერესო რომ ხო იცი რომ ამბობენ მოთხოვნაა და ჩვენც ვაწყობთ ხშირად პირით კითხდება თან თუ მარკეტინგი გიმაგრებს ზურგს და ის რაღაცა სატვირთო მანქანების ახალ და ღმერთო გულცრემლები მომდის ჩემი ბავშვობა მახსენდება და აი ასე რომ ფუთავენ ამ ყველაფერს აი ეს ყველაფერი რო ემატება ხო საერთოდ ბავშვიც ამას რო ხედავს მე მშობელს რო ვიბნება ის მშობენი ვეღარ უწევს წინააღმდეგობას რო აი და ბავშვი დაკავს და თუ ხშირი სახე და ეს რეკლამები რა ფერადი ფერები მოქმედებს ბავშვის კი რა 30 ადამიანზეც მაგრამ პატარა ბავშვი დედას თქო და არაო და მე ის რო ერთ ამბავს მოკლედ არაზოს არ მაქვს ის მიდგომა რომ ვიღაცა თუ ყოველდღე მაგდონალდს ჭამს ხა ამოვიღეთ ამოვაგდეთ და აი თავიდან როგორც აღნიშნე რა მაქსიმალურად ნაკნები დისკომფორტით რაც ნიშნავს რომ თუ ყოველდღე მაგდონალდს ჭამდა ნუ 7 დღიდან აი წონის დაკნება მინდა და რაღაცა გადავდივართ რაღაცა 3 დღე ჭამა ყოველ მეორე დღე ჭამაზე რომ აი სადე ხა ყოველდღე რო ჭამდა და всё აღარ შეჭამ თუნდაც 10 დღის ხო პირდაპირ ისეთია რა რთულად მისაღებია ორგანიზმისთვის და სად გაგზავნე ჭამავენ ყოველ მეორე დღე და დანარჩენ დღეებში ცოტა ისე შევჭამთ ჯანსაღად და რაოდენობაც ისეთი იქნება და მე როგორ რაღაცა იცი გინდა არ გინდა თვითონ აი ყოველ დღე რო ჭამდა და ეხა ყოველ მეორე დღე რო გადავიდა იმ შუაში რო დღე იქ რო რაღაც სხვა ცოტა ჯანსაღი პროდუქტი მიიღო აი რომც არ დაუკვირდეს რომც ძალა არ დაატანოს არ დაფიქრდეს ცოტა სხვანაირად გრძნობს თავს ორგანიზმი ცოტა ისვენებს თითქოს მოწონსავით რაღაცა და ნენელა და გადადის კი შესაძლებელი არის მე სულ მახსენდება ერთი ფრანგი ქალი გავიცანი რომელიც სიგარეტს ეწეოდა და ნუ აი მე საერთოდ ჩემი მეგობრებიც არ ეწევენ არა თუ მარტო მე და არ ვხვდები ეგეთ გარემოში სადაც მწეველები არიან და ეს ქალი მეუბნება რომ მეო ძალიან დიდი ხანია უარი ვთქვი სიგარეტზე და მეთქი აბა ახლა რას აკეთებთ ესო თვეში ერთხელო 1-2 შაბათი მაქვსო იმიტომ რომ ის სტრესიო რაც მე უნდა მივიღო რომ აი როცა მომინდება და ჩემ თავს დავაძალო რომ არაფრით ის გაცილებით უფრო მანგრევსო ვიდრე ეს ერთი დღე რო რაღაც და აი ზუსტად ეგ მითხრა რომ რაც ამ რეჟიმზე გადავედიო უფრო ყოველ ჯერზე ვგრძნობ რაც უდიაო და უფრო ნაკლებად მინდებაო ისედაც კიდე მეორე მხარე რო დავანახოთ რა, აი თქვათ რაღაც საკვები, ნებისმიერი პროდუქტი ძალიან გიყვარს და ძალიან სიამოვნებს. აი სიამოვნების ყოველ დღე რო ამ პროდუქტს ჭამ რა, სხვა სიამოვნებაა და
კვირაში ერთხელ ან 3 დღე რო ჩააგდო, ბევრად უფრო დიდ რაოდენობა, ან ბევრად უფრო სასიამოვნო, ყოველდღე გინდა, არ გინდა, ცოტა გბეზდება არასწორი, იმდენ სიამოვნებას ვეღარ იღებ. ვიდრე შენი საყვარელი პროდუქტი ცოტა ხანი შეზღუდე და მერე რო შეჭამ. მაგრამ თუ სიამოვნება არის მთავარი და მაშინ ეგეც სწორად უფრო მეტი სიამოვნება მიიღეთ, ცოტა შეზღუდეთ ამ პროდუქტის და მერე უკვე ნალა მიხვდებით, რომ საერთოდ არ გჭირდება თურმე. თუ დროის ამბავია, თუ საკმარის რაოდენობა პერიოდი მიყევი, მერე ხო რა ხდები, რომც არ გინდოდეს. შენ გაქვს რაიმე პროდუქტი, რაც აუცილებლად ამოღებული გაქვს და არ ეკარები? ეს ერთი კონკრეტული პროდუქტი რო ავიღოთ, არა. ან ეგ ხშირად მithქვამს, ვამბობ, რაც არ უნდა მართლა საზიანო იყოს ეს პროდუქტი ორგანიზმისთვის და რაღაცა ცუდი აჯანმრთელობისთვის, ან წონის კნებაში ხელს უშნიდეს რაღაც, თუ ადამიანს მით უმეტეს თუ ძალიან უყვარს, ან შეიძლება არც უყვარდეს, მაგრამ სიამოვნების ძალიან დიდი წყაროა, არ არის აუცილებელი ესე როგორც რადიკალური მეთოდი და ამოაგდო. რაოდენობის შემცირება, მავნებლობაზეც, რაც არ უნდა ცუდი იყოს, თუ ცოტა რაოდენობას იღებ, ანუ იმდენად ცუდი ვერ იქნება რა. ძალიან რო გიყვარს, მართლა მაგ პროდუქტის ამოგდებისგან რაც სტრესი ექნება ორგანიზმში, შეიძლება იქ უფრო მავნებელი იყოს, ვიდრე იმ საზიანო პროდუქტის რაღაც ცოტას მიიღება და ამიტომ ხო რა ის შხამი დოზაშია, გააჩნია, რაც უნდა მავნებელი და შხამი იყოს, დოზას გააჩნია. წლების განმავლობაში, რაც ჩემი საქმიანობა წამოვიწყე სოციალურ ქსელში, მხოლოდ ისეთ ბრენდებთან და კომპანიებთან თანამშრომლობ, ვისაც ვენდობი ან ვისი მომხმარებელიც ვარ. სწორედ ასეთი კომპანია იმედიელი. წლებია ჩემი ჯანმრთელობის დაზღვევას ვანდობ იმედიელს. ვსარგებლობ მათი აპლიკაციით, სადაც ძალიან ადვილად ჯავშნი ვიზიტებს პირად ექიმთან, ან ვიღებ ისეთ მომსახურებას, როგორც არის ანაზღაურება, მიმართვები და ასე შემდეგ. იმედიელი გთავაზობთ ჯანმრთელობის ინდივიდუალურ დაზღვევას UNO-ს. UNO ეს არის დაზღვევა ფიზიკური პირებისთვის, რომელიც შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს პირად საჭიროებებს. UNO-ს აქვს 3 სხვადასხვა პროდუქტი, რომლებიც განსხვავდება ფასით და დაზღვევის დაფარვით და სამედიცინო მომსახურებით. იმედიელში ინდივიდუალური დაზღვევის შერჩევისას შეგიძლიათ დაამატოთ თქვენთვის სასურველი სერვისები, როგორიც არის პერსონალური მენეჯერის მომსახურება, ასევე ფიზიოთერაპია და ლაბორატორიული მომსახურებები ნახევარ ფასად. იმედიელი არის დაზღვევა, რომელსაც ირგებთ თქვენ, ასე რომ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენზე მორგებული UNO 45 ლარიდან. გადადით ვიდეოს ქვემოთ მითითებულ ბმულზე და დაეზღვიეთ ინდივიდუალურად. ეხლა მავნებელზე კი არა სასარგებლოზე ვისაუბროთ და მოდი გითხარი, რა არის სადილის სწორი თანმიმდევრობა? აი რითი უნდა დავიწყოთ კვება, რომ არ მოგვინდეს კიდევ უფრო მეტი ნახშირწყლების მიღება, მეტი ტკბილის, მეტი შაქრიანის და ასე შემდეგ. იცით რომ თანმიმდევრობა პროდუქტების ჭამის თუ ზოგადად იდეალური, ვთქვათ, იდეალური კერძი გამოვა თუ სადილზე აი პროდუქტები რო ავიღოთ, ვთქვათ, ჯერ ისე ვიტყვი, ცილა აუცილებლად უნდა შედიოდეს, ისევე როგორც ნახშირწყალი და ცხიმიც დაბალანსებული მაქსიმალურად. ცინის წყარო გააჩნია ადამიანს, ბევრი შეიძლება იყოს ხორცი, როგორც ვთქვათ, ქათმი, საქონლის ხბო, შეიძლება თევზზე უნდა იყოს ზღვის პროდუქტები, ვთქვათ, ვინც აი ვეგეტარიანა, კვერცხი, ყვენი, შეიძლება ვთქვათ, აი ლობიო, სპიმუხუდო, ეგეთი რაღაცაც მეორე ნახშირწყალიც აუცილებლად და კარგი იქნება თუ ვთქვათ, ნახშირწყლების უმეტესობა ბოსტნეულისგან იქნება, თუმცა ასევე შეიძლება ვთქვათ, თუ ხორცი აირჩია ნახშირწყლის წყაროთ, ან ბრინჯი, ან მაკარონი, ან პური, ან რაღაც ეგეთი კარტოფილი თუნდაც იყოს და ასევე სასურველია, რომ ცხიმიცერიოს, მცნიანად სრულყოფილი სადინი გამოვა, ასე ვთქვათ, თუ რაც ახლა ვთქვი რა, ხორცის ვარიანტი აირჩია და ვთქვათ, ნახშირწყალი ბრინჯი აირჩია, შეუძლია ცხიმი
არა შეიძლება იყოს ყვენი, ავოკადო, ან შეიძლება ის ხორცი ზეითუნის ზეზეთში იყოს მომზადებული, ან ბოსტნეუნი რო ქონდა ბოსტნეუნის სალათის ამბავში ზეითუნის ზეთი მოსხმული, ანუ ბევრი სხვადასხვა ვარიანტი შეიძლება იყოს, მთავარია რომ თქვა ცილა-ცხიმის ნახშირწყლის დაბალანსებულად კონდეს, რომ აი ამ კვებას რომ მიიღებ ყველა საჭირო ნუტრიენტი მიიღოს ორგანიზმმა, თან კარგათაც შეივსო, ასე ვთქვათ, დანაყრდე კარგაც, რომ მე დიდი ხანი აღარ მოგშივდეს. იდეალური ვარიანტი ეს იქნება. რას ფიქრობ დღეში ერთხელ ჭამაზე? მიზანს გააჩნია, აი რისთვის, წონის დაკნებისთვის, მოდი დღეში ერთხელ შევჭამ. უფრო რადიკალური ვერსიისკენ მიდის, მით უმეტეს თუ ადამიანი თუთხად ორჯერ ჭამდა და მაინც და მაინც არ შევდა და 2-დან 1-ზე გადავიდა, კიდე შენება, მაგრამ 3ჯერ თუ ჭამდა ან რაღაც 3ჯერ და კიდე სნექს იღებდა და მოდი ხა 1-ზე გადავალ, რომ პირდაპირ ძალიან დიდი ცრუნება იქნება და დიდი დისკომფორტი იქნება ადამიანისთვის და შანსი არა მაგას შეძლოს რომ მიეჩვიოს, აი დროის ამბავია და დაარღვევს ასე ვთქვათ რა. და ვთქვათ მიეჩვია და არ ჭამდა ვთქვათ 4ჯერ და ჭამდა 2ჯერ და გადავიდა 1-ზე. აი ზოგადად აი 24 საათში ერთხელ ჭამაზე რას ფიქრობ? თუ აი როგორც ვთქვით, 2ჯერ ჭამდა დიდად არ შევდა 1-ზე გადავიდა თავისუფლად. აი ის რომ ერთხელ ჭამს აი ჯამრთელობის ხურავის პრობლემები შეექნება რაღაც მოაკდა. აი მე ერთ ჭამაზე მთავარია როგორც ახლა სადენი ვთქვით, იქაც ერთ ჭამაში ყველა ორგანიზმის საჭირო ცილა-ცხიმის, ნახშირწყლის, ვიტამინები, მინერალები, ყველაფერი თუ შევა, ნუტრიენტებს ყველაფერს თუ მიიღებს. რას ფიქრობ 18 საათიან შიმშილზე? იგიც აი ისე რო ავიღოთ წონის კნების ამბავი. იცით როგორ აი 18 საათიანი კვების ამბავი დაკნების მხრივაც როგორი რაღაცა ერთ-ერთი მეთოდია, ყველაზე მარტივად რო ვთქვათ ასე რა. თუმცა თუ რაოდენობებს არ აკონტროლებთ, ვთქვათ, ადრე რაც 24 საათში რა რაოდენობასაც ჭამდი, ზუსტად იგივე რაოდენობის ჭამა განაგრძელეთ 18 საათის განმავლობაში. და იმ 24 საათში რა რაოდენობას ჭამდი, თუ მაშინ არ გაგდებოდა წონა, არც ახლა არ მოგაგდება. ანუ მაგიშა უბრალოდ ვინც ვთქვათ, აი ეზარება არ უნდა საკვებზე ყურადღების მიქცევა, საკვების რაოდენობაზე ყურადღების მიქცევა, მოდი აი საათებს შევზღუდავ და თუ ამ საათების შეზღუდვის რომელიმე ერთი ჭამა, თქვათ 4ჯერ ჭამდა, მეოთხე ჭამა ამოუვარდა, ასე ვთქვათ, და იმ 3 ჭამაზე იმ მეოთხე ჭამაზე რასაც ჭამდა ის არ დაამატა ამ 3 ჭამას, მაშინ კრნება იქნება აუცილებლად. მაგრამ ხშირად არის ეგეთი შემთხვევები, რომ აი შეზღუდა საათები, მაგრამ საკვების რაოდენობა არ შეუზღუდია, რაც 4 ჭამაზე ჭამდა, ხა გადმოიტანა 3 ჭამა გაადიდა, ასე ვთქვათ და ხშირად აქ რომ აი შევამცირე და ვერ დავიკენი, მაინც რატო ვერ დავიკენი? იმიტომ რომ საათი შეამცირე, მაგრამ საკვები მიღებული საკვების რაოდენობა არ შეგიმცირებია და კნებისთვის ყველაზე პირველი არის საკვების რაოდენობის შემცირება, ისე ვერ ხდება. ხო, ანუ შენც ამბობ, რომ თუ კალორიული დეფიციტი არ შეიქმნა, კლება შეუძლებელი. ბევრი სხვადასხვა მეთოდი შეიძლება ცადო, მაგრამ ამ სხვადასხვა მეთოდებმა თუ საკვების რაოდენობა არ შეგიმცირა და შეგიმცირა იმ რაოდენობამდე, როდესაც კნება უნდა დაიწყოს, მაშინ ვერ დაიკნებ. საკვების რაოდენობა კნებისთვის პირველ ხარისხოვანი, ასე ვთქვათ. ეხლა შენ რო ახსენე დღეში ერთხელ ჭამაზე, ჩემთვის, არ ვიცი, მე რაღაც ქალის და კაცის კვებას რაღაც განსხვავებულად უყურებ. ჩემთვის წარმოუდგენელია დღეში ერთხელ კვება, საუზმის გარეშე დღის დაწყება. ნუ მინიმუმ 3ჯერ ჩემი აზრით ქალმა უნდა იკვებოს. მაგით ზოგადად რადიკალურ მეთოდში გადის ჩემი აზრით ერთხელ ჭამოთ საათში საკმაოდ. ძალიან რადიკალური. ექსტრემალური ისეთია რა ცხოვრების სტილი გამოგდის. ხო. და ზოგადად აი ქალის და კაცის კვების რეჟიმში ხა ჩემთვის შეიძლება კაცისთვის ეს დღეში ერთხელ ჭამა კიდევ ორგანიზმისთვის არ იყოს ისეთი სტრესული როგორც ქალისთვის, მე ესე ვფიქრობ. შენი აზრით აი სხვა შორის აი ჩაგი ხშირად გონია ხალხს რომ აი და ჩემთვისაც ხშირად მომმართავთ მაგ კითხვით რომ იცი რა, აი ვერ ვასწრებ ჭამას და საღამოს სამსახურიდან მოვდივარ, ერთხელ ჭამდა, მაგიტო ვარ მსუქანი, ასე, მაგიტო მაგ ჭარბი წონა. ეხლა ვლაპარაკობთ ერთხელ თუ შეჭამ, ანუ პირიქით არ დაგაგდეს რა. ანუ საკვების რაოდენობა ეგ მაგალითი მივთითებს, ანუ რამდენად
მართლა შეიძლება ერთხელ ჭამდეს ადამიანი, დინით ვერ ასწრებდეს, სამსახურში გარბოდეს, ბევრი საქმე რაღაც და რომ მოდის და რომ მიასკდება, ასე ვთქვათ, ცენი ვთქვათ, მის ორგანიზმს რაოდენობა კალორია ჭირდებოდა, შეიძლება რაღაც ერთ თებში ჭამოს და მერე კიდე სამი თებში, ანუ იმდენს ჭამს, რომ მართლა ერთი ჭამით იმდენ რაოდენობა საკვებს იღებს, რომ მართლა წონა ემატება და სუქდება რა და ამიტომ აი მისეთია მაგას ვიძახი რა ეს აი გადავიდე ერთხელ ჭამაზე და გინდა თუ არა გარანტირებულად აუცილებლად დავიკნებ არა აი მართლა რომ მოხვიდე სამსახურიდან მიასკდე და რა ვიცი ძალიან მარტივად შეიძლება 3000-4000-5000 კალორიებს გააჩნია რა პროდუქტები და მით უმეტეს თუ ცოტა ჯანკი ან რაღაც სნეკები ან ისეთი მაღალ კალორიული და მოცულობით რაც ნაკლებია ეგეთი პროდუქტების თუ შევა მარტივად და მართლა იმ 24-ში ერთხელ რო ჭამო და შეიძლება მაინც მოიმატო რა და ამიტომ ისეთია რა. თუმცა ის რის კითხვაც გინდოდა უფრო მეტად კაცისგან მსმენია ეგ ისა რომ თითქოს ხო რა კაცის ორგანიზმს ასე ვთქვათ უფრო ისე შეუძნია რომ აი გაძლოს არ ჭამოს ან მოშივდეს და ეს შიმშინი დაძნიოს ასე ვთქვათ მიჩქმალოს და მერე ერთბაშად მიასკდეს და ძალიან დიდი რაოდენობა სასაკვები ჭამოს. ქანებისგან უფრო ნაკლებად ქონია მაინც ხო აი როგორც თქვი საუზმე პატარა სნეკი ან ხო იმიტომ რომ აი ჰიპოგლიკემია ძალიან ჩვეულებრივ ქალებში ცოტა დააგვიანე ჭამა და ეგრევე ჰიპოგლიკემია. ხო რა ზოგს თაბურო ხო ზოგს არ არის შეგნება საკმაოდ ისეთი ექსტრემალური ვერსია ექსტრემალური კვების მეთოდი და სიჯანსაღი კვები არ მოდის თანხვედრაში რა შეიძლება ეს ექსტრემალური ვერსია რაღაც პერიოდით კი ბატონ რაღაც სასწაული მიზანი ქონდეს და აირჩიო მაგრამ ნუ აი შეზღუდული დროის განმავლობაში მე აუცილებლად უნდა სწორ და დაბალანსებულ კვებაზე უნდა გადახვიდეთ, თორე ისე შანსია. და აი ეს ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანსაღი კვება, რა არის დისციპლინა თუ საკუთარი თავის სიყვარული უფრო? ორივე სავარაუდოდ რა. იცით როგორ აი რო ცდილობ და თქო ძალისხმევას ატანრო აი რაღაც ცუდი პროდუქტი ყარ და ჯანსაღზე გადახვედი, აი შენ თვითონაც თითქოს აი ხვდები ორგანიზმი სხვანაირად მუშაობს, გონება სხვანაირად, ტვინი სხვანაირად მუშაობს, საქმეს რაც უნდა აკეთებდი. აი ხშირად მსმენია რომ გაუკეთებიათ ეგეთ კომენტარი, რომ აი თქვათ რაც გადავედი ამ სწორკვებაზე, ჯანსაღკვებაზე, ანუ ვიზუალურად და სასწორი შეიძლება რადიკალურად რაღაც ძალიან დიდი ცვლილება არ ყო, მაგრამ ცხოვრების ხარისხი იმდენად, ცხოვრების ხარისხში ზუსტად მაგას გულისხმობ, რომ ბევრად მეტი ენერგია აქვს, ბევრად კარგად გონებრივად ტვინი უკეთესად მუშაობ, რა სამსახურიც ქონდა, საქმეს ბევრად უფრო სწრაფად ხარისხიანად აკეთებს, ასე ვთქვათ, ძინით უკეთესად ძინავს, რო იღვიძებს უფრო კაი ხასიათზე, ასე ვთქვათ და აი ეგ თითქოს ხო მე აი რო დაუკვირდე ხვდები რომ აი რა იყო არ მიყვარდა ჩემი თავი, რატო არ უკეთებდი ორგანიზმს, შემცავს, რატო არ და უფრო დისციპლინა მარტივი ხდება რა, იმდენი ძალისხმევა აღარ გჭირდება, რომ აი რაღაც უფრო ჯანსაღი და უფრო სწორი გაუკეთო შენ ორგანიზმს. ამიტომ ორივე ერთად არის კი, ერთი მეორეს გამოიწვევს ასე. კი, ყველაზე სწორი იქნება და გამოიწვევს. ხო, იმიტომ რომ შენ თავი რო გიყვარს, მე ამას დისციპლინასაც აღარ დაარქმევ, აი ესე ცხოვრობ უბრალოდ, რომ აი ასხანერად არ შეგიძლია. მე თუ აი ეს ყველაფერი რაც ჩამოწვეთ, მაგ ყველაფერს მიეჩვევი, მე მაგის გარეშე და ხშირად ვთქვას, შენთვის მარტივია ხო, შენს უარჯობს სწორად ჭამდა შენ და ხო, იმიტომ რომ აი ყველაფერი ამას მივეჩვი და ამის გარეშე აღარ შემიძნე და ეხა ძალით თითქოს აი რაღაც აღარ უნდა რაღაც შევიძულო ჩემი თავი, რომ ისევ რაღაცა სხვა რამეზე გადავიდე და არა მიყვარს ჩემი თავი. ხო, აი ზუსტად ეგეცება. მე მაგალითად ადრე ძალიან ხშირად ჭამდი სტრაფიკოების ობიექტებში და აი ხლა აქ რო დამიდო ის რაღაც ბურგერი რო გიждდება ხალხი და უყვართ და ელანდებათ, აი ნოლი რეაქცია მექნება. აი იცი თითქოს წინასწარ გრძნობ რა შეგრძნებები შეიძლება კონდეს რამდენად
ძიმეთ, ცუდად რაღაცა, ხო რა, არასწორად შეიძლება ისე იგრძნობ თავს. მაგას მე ვეძახი გამოჯანმრთელებას რა მხრივ, იცი, ტოქსიკურ ურთიერთობაში რო ხარ. აი იმ ურთიერთობის დროს რო ის პარტნიორის დანახვაზე, აი გული გამომგივარდება და რაღაცა რო გავადრო და აი ნული რეაქცია. და მე რო იქიდან უყურებ და სად რა როგორ ვიყავი, რას უყურებდი ვაფშე, როგორ ცხოვრობდი ესე საერთოდ. კი. აი ზუსტად. ჩემთვის ეგ არის ტოქსიკური ურთიერთობის, აი ზუსტი ანალოგი, ეს სწრაფი კვება და მოდი ახლა ვისაუბროთ ალკოჰოლზეც. მე ვიცი რომ შენ საერთოდ არ მოიხმარ ალკოჰოლს. ეს შენი შეგნებული და ეს განზრახული ქცევა იყო თუ? აი იცით როგორ ის მომენტი არა რომ მე აი ძალიან მინდოდეს ალკოჰოლი ან მინდებოდეს მსიამოვნებდეს და თავს ძალას ვატანდე და კი რაღაც დონეზე აი ოდნავ თავიდან ცოტა რაოდენობა ალკოჰოლს რომ იღებ შედარებით რომ აი მოეშვები ისე ხარ რაღაც ასე თუ ისე ყველასთვის სასიამოვნოა მაგრამ აი მანდგაჩერება ზოგადად რთულია და მეორე აი მაინც ისეთია რა აი ჩემთვის პირადად უფრო ნაკნების თქვა ნაკნების მომცემია ვიდრე აი მე მაინც აი მეორე დღეს ცოტა ისე იმ დღესაც კი რაღაცა შეიძლება რაღაც მოუდუნდი რა კარგად ვიგზენთ, მაგრამ ეს ხო რაღაც 1 საათი, 2 საათი და მე შეიძლება რაღაც თუ არ დაამატებ და ვიგიკინოს ან რაღაც. მოგეთ ისე უფრო მეც გართმევს ვიდრე მაძნევს და აი არ მიღირს არანაირად თუნდაც ყოფილი ესეთ შემთხვევები რომ აი დაუძანებია და კარგი რა რაღაცა ეს კაცი არა ხარ? არა, უფრო ისეთი რომ აი განსაკუთრებული შემთხვევა რაღაცა იწე რაღაცა 3 წელში, ამდენ წელში ერთხელ აი უნდა რაღაცა ცუდად ვიგრძნო თავი და რატომ მაძანებ ცუდად რომ ვიგრძნო თავი აი თუმცა აი როგორც თქვა სტრესზე და სწორკვებაზე რაც დრო გადის როგორც აი სტრეს თქვა კვების საკვებით თქვა მიღებული სიამოვნებით ებრძვის ძალიან ბევრი ადამიანი ებრძვის ალკოჰოლით თქვა ალკოჰოლისგან მიღებული სიამოვნებით და ასევე სტრესზე ბრძვიან ამით ხო? სტრეს მე ვისაც ვიცნობ უმეტესობა კვირა ყოველ პარასკევს ან შაბათს ან პარასკევის შაბათ კვირას ალკოჰოლს იღებენ და ხო რა ხდება ამ დროს ორგანიზმში როდესაც სტრესის ჩასაკლავად იღებ ალკოჰოლს? აი ხო რა ერთი თქვი რომ თქვა იმ სტრესისგან მიღებულ ცუდ შეგრძნებებს ცდილობს რომ თქვა აი ალკოჰოლი მოდუნდეს რაღაც და აი თქვა სიამოვნება მეორე რომ აი ერთი და ორი ჯერ არ ყოფნის საუბრობ ცოტა მეტი ალკოჰოლის მიღება რომ აი ვერ იგრძნოს ასე ვთქვათ დაივიწყოს სტრესი რომ ხო რა ეს იმდენად ვეღარ უძნებს და უნდა რომ აი რაღაც განთავისუფლებს ამისგან რომ ალკოჰოლს მიიღებს და მე აღარ ახსოვს და ისე ალკოჰოლი რა საკვე პროდუქტს რო შევადაროთ რაც არ უნდა მავნებენი პროდუქტი ავიღოთ ალბათ მაგაზე კიდე უფრო მომავნებელი იქნება რა ისედაც აი ეხა რო ვთქვით რა ცხოვრების ხარისხი ალკოჰოლის ცხოვრების ხარისხს ყველა კუთხით ენერგიაც ნაკნები გაქვს ქონებრივათაც მეორე დღეს თუ ბახმენიაზე ხო საქმე რო კონდეს ვერ მუშაობ ისე ხარისხენად სწრაფადაც ვერას მოკრეთ ანუ ცხოვრების ხარისხს აი პირდაპირ აუარესებს რა და თან მე თუ თქვა ამ ადამიანის მიზანი წონის კნებაც აქვს ალკოჰოლის წონის კნებასიც უშნის ხელს მე ეს უნდა დაკნება და ვერ დაიკლო ის რაც სტრესი აქვს უკვე კიდე მაგ სტრესს ემატება და მოკნეც ცოტა რთული ამბავია მაგრამ აი იმდენად ბევრი ხალხია სისტემატიურად ნუ ასე თუ ისე სისტემატიურად ალკოჰოლის მიღებას მიჩვეუნი რომ აი მანდაც ისე რაღაც ყოველ შაბათ-კვირას ვამდი და ერთი თვე აღარ დანევ არ გამოდის რა ნუ იქაც არის რომ გადაიცადო რომ ნაკნები რაოდენობა ან ხო რა თუ შეძნებ თქვა თენი თვე ამოიღე არა და რაღაც 2 კვირაში ერთხელ 3 კვირაში ერთხელ და მანდაც დროის ამბავია და თუ თქვა საკმარისი ხანის განმავლობაში მიყევი გინდა არ გინდა შეატყობ როგორ გაუმჯობესდება შენი ცხოვრების ხარისხი და იქაც უნდა შენი თავი გძულდეს რომ გინდა თუ არა მიიღო ალკოჰოლი თუმცა მაინც აი ვის რა სტრესი აქვს და
აი სტრესისგან მიღებულს ზოგი ხო რავი ერქა ჩამოგვიყვება. მაგრამ ბევრი მაგას როგორც სტრესისგან გამაქარვებელს არ უყურებს. ბევრი ამბობს რომ ბევრი მიწევს კაცო მეგობრებთან ერთად რა ვქნა. ეგ ის არის გამართლება რომ აი ხო მიწევს დანევა. არა ბევრს მართლა უწევს ხა როცა რაღაც ისეთ წრეში ხარ ან საქმიანადაც ხშირად ხდება რომ რაღაც ვახშამზე ხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და იქ უჭირთ ხოლმე ამაზე რაღაც უარის თქმა. ნუ ხო აი ისთვის როგორ რა ისე აი ყველაზე ნაკლებად მავნებელი რომელი ალკოჰოლური სასმელია ყველაზე შედარებით იცით როგორ მანდაც იმაზეა რა შენება რომელიღაც ალკოჰოლი მეორესთან შედარებით უფრო მავნებელი იყოს მაგრამ დოზა თუ თქვა უფრო ნაკლები თქვა შენ რაღაც ძალიან ერთი კონკრეტული სახის ალკოჰოლი სიამოვნებს ძალიან მეორე რომელიც ნაკლებად მავნებელი არა და მოდი ნაკლებად მავნებელს და ცოტა მეც დავნევან ცოტა აზრია თან სიამოვნებას ვერ იღებ თან მეტი და ანუ უაზრობა ხდება ჯობია რაც უნდა მავნებელი იყოს ეცადა რომ თქვა რაოდენობა შეამცირო ან სიხშირე შეამცირო და მაინც აი ძალიან რო სიამოვნებს ცოტა სიამოვნებაც მიიღე და როგორც ვთქვი რაც უნდა მავნებელი იყოს მაინც ეგ არის და აი მაინც ჯანმრთელობის კუთხით აი შემადგენლობის კუთხით მე მსმენია რომ მშრალი ნუ ღვინო ყველაზე ისე თქო თუ აი კიდე ზედმეტი შაქარი დამატებული რაღაც არ აქვს კარგად ხო მაგრამ აი დღეში ერთხელ რა მოხდა ერთი ჭიქა ღვინო აი ეგეც ხო არასწორია ნუ ყოველდღე ალკოჰოლის მიღება ეგ ხშირად მithქვამს რომ აი ეხა შემოდის ნენელა კიდე თქო და მეცნიერულად დადასტურებულად რაღაც აქამდე იძახდნენ რომ ქალზე და კაცზე დაუყოფ აი რომ კაცისთვის დღეში თქო ღვინოზე რაღაც საუბრობთ ორი ჭიქა ღვინო სადილზე თქო 10 დღის განმავლობაში 24 საათის განმავლობაში ოკეი არისო ქანისთვის ერთი ჭიქა ოკეი არისო ყოველ დღეს თუნდაც ხონთ ისეთ რა სწორად ჯანსაღად ხარისხიანი ღვინო რა აი ხა ნენელა გამოდიან უკვე ვიძახიან რომ აი 1 გრამი ალკოჰოლიც რაც არ უნდა ხარისხიანი იყოს ხო რა აი ცხოვრების ხანის არაფერ დადებიც არ უკეთებს პირიქით ცოტათი უფრო ავნებს მაგრამ ნუ მანდ მაინც აი კონკრეტულ ადამიანს გააჩნია და აი რამდენად მიჩვევნე არა რამდენად მის ცხოვრების სტილში და რამდენად სიამოვნების მომტანი ვიღაცისთვის შენება რაღაც სადილზე მართლა რიტუალით ერთი ჭიქა ღვინო და რაღაც სასწაულად გრძნობდეს მე თავს რაღაც სხვა გარემოში გონებრივად სხვა იმაში გადადიოდეს ყნარდებოდეს რაღაც ანუ მასეთ შემთხვევაში აი ერთი ჭიქისაც ამოღება შენება რაღაც უფრო დიდი სტრესი და ხო აი ზიანი სწორი სიტყვა იქნება მიაყენოს ნუ მაგრამ მაინც რა აი როგორც თქვი დროის ამბავია და იტყვიან რომ უფრო მაინც გაზიანებს ვიდრე შენი რაღაც ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს აი თუნდაც ერთი ჭიქა ღვინო ძალიან ხარისხიანი ყოველდღიურად ჩემი ისიც მე ყველას თუ შეძნებთ თუ გამოგივათ ну საერთოდ ალკოჰოლის ამოღება იდეალური ვარიანტია მაგრამ ზარწუნი კაი ღვინოზე თუ ამბობთ რომ შედარებით ყველაზე ესეთია ნაკლებს აზიანო აი ყველაზე საზიანო რა შეიძლება ну ესე რომ ავიღოთ კოქტეილი ყველაზე ან ბევრი სხვადასხვა ალკოჰოლის მიქსი პნიუს შაქარი აი არია ბომბია ასე რა კოქტეილი ხო რა აი ესეთი რა ბევრი სხვადასხვა ალკოჰოლის სადაც შედის და პნიუს კიდე ხო რა დამატკბობელი შაქარი სიროპი თუ რასაც უკეთებენ აი ეგეთი ბევრი ინგრედიენტის ნაზავი აი ყველაზე მავნებელი გამოდის რა იქნება სწორი ნაბიჯები აი როგორ დავიწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს ჯანმრთელობას. და ნუ აი კვებაზე გითხარი და თუ გინდა ვარჯიში, აი რამე სხვა ჩვევები, რაც ასევე უნდა დავნერგოთ, რა არის? კი ბატონო, ნუ ყველაზე მთავარი რა, ესე ძალიან აქაც ინდივიდუალურად და კონკრეტულ ადამიანის მის ცხოვრების სტილს გააჩნია, მაგრამ რო განვაზოგადო და ზოგადი ვთქვათ, ყველაზე ესეთი უმტკივნეულო და აი პირველი ნაბიჯები ვეცადოთ რომ აი როგორც თქვი რა შეიძლება არც იყოს წონის დაკნევა თქვენი მიზანი მაგრამ მაინც აი საკვების რაოდენობა
არ გავაკონტროლოთ, არა, შევხედოთ, აბა რამდენს ვჭამთ, როგორ რა რაოდენობას ვიღებთ, თუნდაც სამივე, თქვა 3 ან 4 ჭამა ვიღოთ, სამივე მაინც და მაინც ჯანსაღი არ იყოს. არა უშავს დავტოვოთ არა ჯანსაღი, თავარია თქვა რა რაოდენობა, როგორა თუ წონა ზევით მიდის, რომ მინიმუმ წონის მატება მათ შევაჩეროთ, რაოდენობის მივაქციოთ ყურადღება. მერე კარგი იქნება მაგალითად თუ 3 ჯერ ჭამ და სამივე არც თუ ისე ჯანსაღი საკვებია, არც თუ ისე ჯანსაღი პროდუქტებისგან შედგება ეს კერძები, აი ერთი მაინც ან თუნდაც საუზმე, ან ლანჩი, ან სადინი, ცოტა გავაჯანსაღოთ, ასე ვთქვათ რა, შედარებით, ვთქვათ თუ რაღაც სადინზე ბურგერს ჭამდით, ეხლა ხორცი ვჭამოთ ისევ, თუ რაღაც ფრის ვაყოვნებდით, კარტოფილი ვჭამოთ, უბრალოდ აი რაღაცა სახში გაკეთებული შედარებით ნაკლებ ცხიმიანი, უფრო ისეთი რა, ჯანსაღი ვერსია, ასე ვთქვათ. მერე რომ ამ ყველაფერს აი მივეჩვევით, მერე შეიძლება უკვე რომ კიდევ მეორე ლანჩი იქნება თუ საუზმე, იქაც ვცადოთ აბა ჯანსაღის შეპარვა. ვარჯიშის ამბავზეც თქვათ თუ ფიზიკური აქტივობა საერთოდ არ გვაქვს, და მაინც არ გვიყვარს აი დარბაზში არ უნი ან რაღაც დროც არ გვაქვს რომ კონკრეტულ რაღაც სპორტულ აქტივობას დრო დაუთმოთ, აი ფეხიცი არ უნი მაღაზიაში ფეხით ჩავიდეთ, კიბეზე ფეხით ავიდეთ, სამსახურში ცოტა მოშორებით გავაჩეროთ მანქანა და ფეხით წავიდეთ. ისედაც აი რაღაც შეიძლება რაღაცა სტრესი იყოს, ნერვიულობდე, ფეხით სეირნობის ამბავი თუ გამოვა ძალიან კაი. კიდე ვარიანტი ვეცადოთ, თქვა კვება დავარჩიეთ მინიმალური ცრუნებით და მერე როგორც აქამდე ვილაპარაკეთ, რომც არ დაუკვირდეთ და არ ეცადოთ გააზრებას, აი ორგანიზმი იგრძნობთ, ასე ვთქვათ, რომ თქვენი ცხოვრების ხარისხი უფრო მეტი ენერგია გექნებათ, უფრო ვთქვათ გონების მუშაობაც იცვნება, გინდა არ გინდა, ცხოვრება გიხარია, ხასიათზე ხარ, უკეთესად გრძნობ თავს. კიდე შემდეგი ვარიანტები ვთქვათ, წყალს თუ საერთოდ არ ვიღებთ, ძალიან მნიშვნელოვანია წყალიც, ვეცადოთ, რომ რაღაცა ცოტა 1-2 ჭიქა მაინც დავნიოთ, ან სუთუ თქვათ, ჩაიზე, ყავაზე, გაზიან სასმანებზე ვართ, რაღაცა 1 ჭიქა იქ მოვაკლოთ, 1 აქ და წყალი დავამატოთ. კიდე შემდეგი ნაბიჯი ნენელა იქნება, რომ თქვათ თუ აი ძინის ამბავი რა, ან ძალიან გვიან ვიძინებთ, ან ცოტა გვძინოს რაღაც, ცოტა ძილსაც ყურადღება მივაქციოთ, ან უფრო ადრე დავიძინოთ, ან რაღაც ისე ვქნათ, რომ აი თქვათ ხარისხიანი ძინი ცოტა შეუწყოთ ხენი, რომ უფრო ხარისხიანად დავიძინოთ, ეს ყველაფერი დაგვეხმარება კიდე უფრო, რომ მე კვებას რო გაგიმარტივდება, ხასიათი უკეთესი რო გექნება, ცხოვრების ხარისხი გინდა არ გინდა ზევით აიწევს. კიდე რა შეიძლება და შემდეგ გზადაგზა, რაც თქვათ ალკოჰოლი და მავნებენი შაქარი და ამბები რაღაც რაც აი მერე და მერე გზად გაიაზრებთ, არც თუ ისე კარგია და რაღაც აი თქვათ მავნებენის რაოდენობაც რო შევამციროთ და ბოლოს მიხვალთ გასხიოსდებით თუ ხო რა ფიზიკურად აი არ შემხედე ისეთი ადამიანი, რომელსაც აი რაღაცა სწორად კვებაზე გადავედი, ჯანსაღად ვიკვები რაღაც და აი რატო გავაკეთე რა, ვინანე რო აი ეს რაღაც არასწორი გზით წავედი რა, ისე უნდა გამეგრძენებინა, ტყუილა ვიწვანე, არა, ყველას ყოველთვის ის აქ რო აი სად ვიყავი აქამდე მართლა რა კარგია, უბრალოდ აი მთავარია რომ როგორც თქვი რომ აი ნენელა რომ მივეჩვიოთ ისე რომ აი რადიკალური მეთოდით ყოველთვის აი რთუნია იქამდე მისვლა რაც სადაც რო აი ხა რაც ვილაპარაკე ეგ შეგრძნება რომ დაგეუფლოს ცოტა შორს უნდა წასვლა ძირითადად იქამდე ვერ მიდიან ხოლმე რა იმიტომ რომ ეხა რაც ჩამოთვანე ეს არის იდეაში ზოგადი მაგრამ სწორი გზა რომ ნენელა მიხვიდე მაგრამ ყველას პრობლემაა რომ აი იქ მისვლა დღეს და აქვე უნდა ხვალვე უნდა რა შედეგი ეხავე 1-დან 100-მდე დღეს ხვალვე რომ წავიდეს რა და აი ყველაფერი ეხლავე არ გამოდის რა ესე იგი მოთმინება, დისციპლინა და შენი თავის სიყვარული. მე მგონი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თორე ესე მართლა დღეს გავიღვიძე დილით და უინეტა 10 კილო დავიკლო და ხვალ უკვე. ხო რა, ასე აკეთებენ კიდევაც, ნუ შიმშილობენ სიკვდილამდე და ჩვენი მაგალითად რო ავიღოთ 3 ჭამა, ცუდად ჭამდა, რაღაც უცუდად ეძინა, წყალსაც არ სვამდა, არც ორ ჯიშობდა და 2 დღე ყველაფერი სამჯერ ჭამა იდეალურად ჯანსაღად ფეხით გაია რაღაც და რატო შეიცვალა ჩემი ცხოვრება იმდენი წელია იმათ და 2 დღე რაღაცა შეცვანე და
მოლოდინი აქ რო ეხა усё უკვე გასხივოსნებული უნდა ხო, ცოტა ნებისყოფა არის საჭირო. ყველა ზოგადად ნებისყოფა გვეხმარება ცხოვრებაში, ყველაფერში, წარმატების მიღწევაშიც, კარგი ურთიერთობების აგებაშიც და აი ჯანსაღი ცხოვრების წონის კლებაშიც და აი ყველაფერი. რომ ნაკნები შრომით, თუმცა ეგ ეშნებათ რა, აი ნაკნები შრომა და ნაკნები დისკომფორტი, აი ძალიან ის არა, შეიძლება ნაკნები დისკომფორტით, ანუ იდეაში ნაკნები ცუდი შეგრძნებებით, სწორად წახვიდე, არა ყველას აი რაღაც ისე არის, რომ რაღაცა რა, უცებ დღესვე მონდომება და შრომა პირიქით ეს უარა, ეს არის ბუმერანგი, რამდენადაც აი ასეთ კატეგორიულ რაღაცა იმას გაუშვებ, ორი იმდენი დაგიბრუნდება. ხო, იმდენად ძნიერად დაგიჯახება უკან. კი, ასე რომ დიდი მადლობა სანდრო, მე მგონი ძალიან კარგი რჩევები იყო ბოლოს განსაკუთრებით, აი ამ 5 წუთში ჩაატიე მთავარი სათქმელი, რაც არის, რაც ჩემი აზრით ყველა ამოიცნობს თავის თავს, ვინც ასეთი ცხოვრებით ცხოვრობს, ჯანსაღი ცხოვრებით, იცის რომ ხვალვე არ ხდება შედეგის მიღწევა და მოთმინებით მიდის დასახულ მიზნამდე, რომ კონდეს ჯანსაღი ცხოვრების წესი და უხაროდეს ცხოვრება. მადლობა სანდრო, თუ თქვენთვისაც საინტერესო იყო ეს ეპიზოდი, თუ რაღაცა განსაკუთრებით რეზონირდა და რაზეც კითხვები გაგიჩნდათ, დაგვიტოვეთ კომენტარები და აუცილებლად გაუგზავნეთ ეს ეპიზოდი იმ ადამიანს, ვისაც ჭირდება ამ ყველაფრის მოსმენა და არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.